დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც წესი ადამიანზე ვსაუბრობთ და ალბათ არავის უკვირს, რომ ადამიანის ცხოვრების ყველა ფაზას განვიხილავთ ხოლმე გადაცემაში. თუმცა განსაკუთრებულია ჩვენი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებულია ჩვენი მზრუნველობა და ჩვენი სინაზეც კი იმ სიტყვების წარმოთქმისას, როდესაც ბავშვებს ეხებათ საქმე. და თქვენ შენიშნეთ, რომ მიმდინარე კვირაში ჩვენ ამ თემას ხშირად უბრუნდებით ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან მთელი მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება აღნიშნავს ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეულს. ჩვენ როგორც წესი ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა თემას ვარჩევთ ხოლმე ამ კვირეულის ფარგლებში და ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობა როგორც წესი არის მხოლოდ ერთი წახნაგი იმ საკითხებისა, რომელზედაც საუბრობთ, მაგრამ როდესაც პირდაპირ გაგებით ფიზიკურ აღქმაზე ვსაუბრობთ, ყველა მშობლისათვის სასურველი არის მისი შვილი გაიზარდოს დიდი, მაღალი, ღონიერი და ასე შემდეგ. ზოგჯერ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხდება მშობლისათვის, რომ რეალობას არ ითვალისწინებს, ან ხშირ შემთხვევაში ბოლომდე არ არის მიმღები იმ ინფორმაციის, რომელსაც ექიმი უზიარებს. არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული ყურადღება ასეთ შემთხვევაში მშობლების მხრიდან იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც მედიკოსები უზიარებენ და არის თუ არა მნიშვნელოვანი იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც დაგროვდა ერთ კონკრეტულ დარგში. დღეს ვეცდებით სწორედ ეს გამოცდილება გაგიზიაროთ და გაგიზიაროთ იმ ადამიანის მეშვეობით, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ის არის ჩვენი გადაცემის მეგობარი და არა უბრალოდ დღევანდელი გადაცემის, არამედ არაერთი სხვა გადაცემის სტუმარი ჩვენი არქივიდან. შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ, იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი ლევან ჩიკვატია. დილამშვიდობისა, ლევან, მობრძანდით. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, თუმცა მადლობა რომ მობრძანდით და თუმცა დღევანდელი თქვენი სტუმრობა არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ერთგვარად პასუხი უნდა გავცეთ იმ მშობლებს, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა თავარ ამოცანად თვლიან ბავშვი გაიზარდოს სიმაღლეში და რატომ არ უნდა დაეხმაროს ამას მედიცინა და რატომ არ უნდა შეუწყოს ამაში ხელი ორთოპედ ტრავმატოლოგიამ თუ ამის რესურსები არსებობს. მთლიანად დარგი გამოიკვეთა, სახელიც კი დაერქვა ამ მიმართულებას და რა არის აქ მთავარი წყალქვეშა დინება, რომლის შესახებაც შესაძლოა მშობლებმა არც კი იციან. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მსმენელს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემებია ხოლმე თქვენს გადაცემაში, რაც შეეხება ბავშვის სიმაღლეს, ზოგადად ნორმაში, ეს გენეტიკურად წინასწარ განპირობებული ფაქტია, ასე ვთქვათ, რომელიც დამოკიდებული არის მისი მშობლების, ბაბუა-ბებიების და ასე შემდეგ გენეტიკურ კოდზე, რაც არის ჩადებული, შესაბამისად შედეგად გვექნება ასეთი სიმაღლე. მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც მოგმართავენ პაციენტები ცოტათი ანერვიულებულები ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვათა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან მაღლები არიან ბავშვები, ოღონდ სტატისტიკურად ეს რიცხვი ბევრად უფრო ნაკლებია, რა თქმა უნდა, ძირითადად არის ანუ ოჯახისთვის უჩვეულოდ მაღლები, ხო? ამას გულისხმობთ. და არიან პაციენტები, რომლის მოგმართავენ, რომ მათ გონიათ, რომ მათი შვილი შეუსაბამო არის, ასე ვთქვათ, მის ასაკთან, მისი სიმაღლე, რის გამოც ნერვიულობენ ხოლმე. თუმცა ბავშვის ზრდის პროცესი დაყოფილია სხვადასხვა ფაზებად. ბიჭის სხვანაირია, რა თქმა უნდა, გოგონასი სხვანაირი. მოგეხსენებათ, რომ გოგონები უფრო ადრე მწიფდებიან, ბიჭუნები უფრო მოგვიანებით, შესაბამისად დაყოფილია რამდენიმე ფაზად. ყველაზე მთავარი არის, რომ ჯანმრთელი იყოს პაციენტი და გარკვეული დაავადება ან რაიმე პრობლემა არ იყოს მიზეზი, თქვათ, სიმაღლის ზრდის შეჩერების. მოგეხსენებათ, ძვალი კიდურების გრძელი ლულოვანი ძვლები იზრდება მეტაეპიფიზის ხარჯზე, ეგრეთ წოდებული ზრდის ზონების ხარჯზე, რაც იძლევა საშუალებას იმისას, რომ ძვალი გაიზარდოს კიდური ამ შემთხვევაში სიგრძეში, ანუ სიმაღლეში, საბოლოო ჯამში პაციენტ ადამიანის. აღმოჩენილი არის გენი, რომელიც პასუხისმგებელია კიდურის სიგრძეზე და თუ რაიმე პრობლემა მოხდა და
არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მუტირებს ეს გენი და გვაქვს თანდაყოლილი სხვადასხვა მანკები, რითიც იბადებიან ბავშვები და ეს ეხება არა მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, აქ სხვა სისტემებიც არის ხოლმე პათოლოგიური, რაც გვიქმნის ძალიან სერიოზულ სირთულეებს. ზოგადად არსებობს დაავადებები, რომლებიც შეძენილია და უქმნის პრობლემას სიმაღლეში ზრდის ბავშვს და არის თანდაყოლილი. თანდაყოლილი დაავადებებიდან სტატისტიკურად ყველაზე გამორჩეული გახლავთ ეპიფიზარული ოსტეომიელიტები, რომელიც თანდაყოლილია და ის ახდენს ძვლის ზრდის განსაკუთრებით მენჯვარძახის სახსარში სტატისტიკურად რღვევას, რაც იწვევს შემდგომში პრობლემებს. არსებობს თანდაყოლილი მანკები, როგორიც არის მაგალითად ჰემიმიელია ან ექტრომიელია ეგეთი დაავადებები, როდესაც განუვითარებელია კიდური ან ჰიპოპლაზია გახლავთ, ან საერთოდ აპლაზია, როდესაც რუდიმენტული სახით გვაქვს ხოლმე კიდური. ანუ არც არის ჩამოყალიბებული კიდური. ეს დაავადებები ჩვენს პოპულაციაში, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, მაგრამ იმ ერებში, სადაც პოპულაცია დიდია, უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე და საკმაოდ რთული სამკურნალოა. მაგრამ არსებობს პოსტტრაუმული დეფექტები, როდესაც ტრაუმის შედეგად ხდება ზრდის ზონის დაზიანება და ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად კიდურის ის ნაწილი, რომელიც დაზიანდა, ვერ აგრძელებს ზრდას, ან სრულად, ან ნაწილობრივ, რაც იწვევს შემდგომში დეფორმაციებს კიდურების, განსაკუთრებით ბავშვებში ხშირია მხრის ქვედა ბოლოს, დისტალური ბოლოს მოტეხილობები, ზრდის ზონაზე გამავალი მოტეხილობის ხაზით, რაც უფრო ახლოა მოტეხილობის ხაზის სახსართან, პროგნოზულად მით უფრო რთულია, ასე ვთქვათ, გამოსავალი. როგორც სამკურნალოდ რთულია და სამართავად, ასე პროგნოზულად, რა თქმა უნდა. თუმცა დღესდღეობით არსებობს ძალიან ბევრი გზები ქირურგიული, რომელიც გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს და გამოსავალს ამ პათოლოგიური მდგომარეობებიდან. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ, რომ მკაცრად განსაზღვრული იყოს ჩვენება ქირურგიული ჩარევის, რისთვის აკეთებს ქირურგი ოპერაციას და რა შედეგს ელის. აქ ძალიან კარგად არის დასათვლელი და გასათვლელი ბავშვი, მისი მდგომარეობა, მისი ოჯახის ანამნეზი, ასე ვთქვათ, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ, როგორც ქირურგებმა ჩვენ თავში ფორმულირება, რა დონეზე ჩავერიოთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული პათოლოგიური პროცესი გამოვასწოროთ, ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, როდესაც თქვენ ობიექტური რეალობის ანალიზი მთავარ ქვაკუთხედად წარმოაჩინეთ. ანუ თქვენ ბრძანებთ, რომ ძალიან კარგად უნდა შეფასდეს ეს კონკრეტული ბავშვი, ამ ბავშვის საჭიროება, ამ ბავშვის ორგანიზმის შესაძლებლობები, არა მარტო ახლა ამ წუთას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ რას ვაკეთებთ ამ ჩარევით, ბავშვს ვეხმარებით, მის სასიკეთოდ ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ პირიქით შეიძლება ზიანი მოუტანოთ. არადა თქვენს საუბარს დაუბრუნდები, რომლითაც დაიწყეთ დღევანდელი გადაცემა, თქვენ ბრძანებდით ოჯახური ისტორიის გათვალისწინებით, გენეტიკური წინასწარ განწყობის გათვალისწინებით, სიმაღლის, სხეულის ფორმირება, როდესაც არის რაღაც შესაბამისი ჩვენს ისტორიულ მონაცემებთან და რაღაცა არის შეუსაბამო. ბრძანეთ, რომ ზოგჯერ სიმაღლე, მაღალი ტანის ბავშვებიც კი შფოთვას იწვევს ოჯახებში და წარმომიდგენია რა ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ერთი შეხედვით მაღალია დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც და ბავშვი სათანადოდ არ გამოიყურება ოჯახური ისტორიის ფონზე. წარმომიდგენია, როგორი განცდები შეიძლება ჰქონდეს და რატომ ჰქონდეს ბევრი კითხვა მშობელს. თქვენ ეს ძალიან კარგად გესმით, მაგრამ თქვენ ამავე დროს თქვენი სპეციალობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს საერთო შემთხვევაში. და არის მეორე მხარე. ობიექტურად დღევანდელ მედიცინას ხომ შეუძლია კიდურების დაგრძელება? მაშინ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ყველა შემთხვევაში, როდესაც ამის სურვილი არსებობს? კი ბატონო, იპასუხებთ. რაც შეეხება დღევანდელ მეთოდებს, რომლებიც რა თქმა უნდა გვაძლევს საშუალებას კიდურების, როგორც ქვედა კიდურების ცალ-ცალკე, ასევე ზემო კიდურების დაგრძელებას და უამრავი მეთოდოლოგია არსებობს. ამისი, სხვა შორის ძალიან დიდი მუშაობა აქვს თავის დროზე აკადემიკოს ხუდუშაურს ამაში გაწეული, მას თავისი აპარატი ჰქონდა, ძირითადად ზოგადად აპარატული გარეგანის საფიქსაციო აპარატების ფილოსოფია და
საერთოდ წარმოდგენილია და მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ილიზაროვის მეთოდი და მისი პრინციპებით არის დღესაც ის აპარატები თანამედროვე, რომლებიც აბსოლუტურად სახეცვლილია, თუმცა პრინციპები აბსოლუტურად იგივეა და ბატონი ოთარის პრინციპებიც ემთხვეოდა ამას და ძალიან ბევრი სამუშაო აქვს მათ გაწეული. რაც შეეხება ქირურგიულად კიდურების დაგრძელებას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ჩვენების ან შედარებითი ჩვენების გათვალისწინებით. იმიტომ რომ თუ ვთქვათ ოჯახში ყველა არის, ასე ვთქვათ, საშუალოზე მაღალი სიმაღლის და მოზარდი არ არის შესაბამისი სიმაღლის, ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მიზეზი. თუ ჩვენ მიზეზს ვერ ვპოულობთ და მოზარდისთვის, რომელიც უკვე იმას აქშია, რომ ასრულებს ზრდას ფიზიოლოგიურად და ამის განსაზღვრა რენტგენოლოგიური მეთოდებით შესაძლებელია და თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ის მალე ასრულებს ზრდას და არ შეესაბამება, ან მას არ მოსწონს, ან მშობლებს არ მოსწონთ, ასეთ შემთხვევისთვის არსებობს ესეთი მიმდინარეობა, ცოტა არ იყოს ახალი, კოსმეტიკური ორთოპედიული ქირურგია, ასე ქვია. როდესაც ჩვენ მოგმართავენ პაციენტები, ზრდასრულები მათ შორის და გვეუბნებიან, რომ მე მინდა რომ უფრო ცოტა მაღალი ვიყო ამისთვის. არის შესაძლებელი იგივე აპარატული მკურნალობით, თუმცა დღეს არსებობს ინტრამედულარული, ანუ ძვალშიდა სპეციალური კინემატიკური ღეროები, რის საშუალებითაც შესაძლებელია გადაიკვეთოს ძვალი, ძვალს აქვს ღრუ, ამ ღრუში იდგმევა ეს მეტალოკონსტრუქცია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ძვალი. ანუ რეალურად მილს ვაგრძელებთ. მილს ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ძვალი გადაკვეთის შემდგომ, ან ვთქვათ, მოტეხილობის დროს ფაქტიურად ერთი და იგივე სიტუაცია გვექმნება, იმ წამითვე იწყებს, როგორც კი სისხლი ჩაიქცევა, გვაქვს ჰემატომა, სისხლში არის ის ნივთიერებები და ის უჯრედები, რომლებიც იწყებენ ძვლის აღდგენას. იმ წამსვე, როგორც კი ძვალი გადატყდება, ან გადავკვეთთ და მივადებთ ერთმანეთს და გვაქვს კონტაქტი მოტეხილ ფრაგმენტებს ან გადაკვეთილ ფრაგმენტებს შორის, ასეთ შემთხვევაში მალევე იწყება შეხორცების პროცესი. დათვლილია ეს ყველაფერი, არის ძალიან დიდი სამუშაოები ამაზე ადრე ჩატარებული და მოწოდებულია, რომ მე-5 მე-7 დღიდან თუ ჩვენ კონტაქტში გვაქვს ძვლები, ფრაგმენტები ერთმანეთთან, იწყება ძვლის კორძის წარმოქმნა. ძვლის კორძი თავიდან არის აი როგორც პურის ან ხაჭაპურის ცომი და რბილია, მიხვდით და ოდნავ წელვადია. თუმცა ზუსტად როგორც ცომი, იმას თუ ჩვენ ძალიან გავწელავთ, გაწყდება. ამიტომ მალევე დიდი დაგრძელება არ შეიძლება. დაახლოებით მე-5 ბოლო მონაცემებით უკვე ახალი საშუალებები გვაძლევს საშუალებას, რომ მე-5 დღიდან დავიწყოთ დაგრძელება, ზოგი იწყებს მე-7 დღიდან, კლასიკურად მე-10 დღიდან შესაძლებელია დავიწყოთ დაგრძელება. 24 საათში 1 მილიმეტრის დაგრძელების საშუალება გვაქვს. შესაბამისად, აი ეს ჩვენი ერთგვარი წარმოქმნილი ძვლის კორძი, წარმოვიდგინოთ როგორც ცომი, წელავთ ამას დღითი დღე, ნელ-ნელა ვაღწევთ სასურველ სიმაღლეს, ვჩერდებით ამ გარეგანი კონსტრუქციებით, მეტალოკონსტრუქციებით, ან შინაგანით არ აქვს მნიშვნელობა, პრინციპი ერთ და იგივეა. თუმცა საფიქსაციოა ყველა შემთხვევაში. საშუალება შიდა ბევრად უფრო კომფორტულია და ესთეტიურად გამოიყურება, ასე ვთქვათ, ვერ ხედავს პაციენტი ვერაფერს. და დაახლოებით იმ ზომამდე, როდესაც მივალთ, რომ დაგრძელდება კიდური, ვაჩერებთ დაგრძელებას და ველოდებით იმ ჩვენი კორძის გაძვალებას. დროში ეს საკმაოდ გაწელილია, არ არის კომფორტული, რთულია ამ გარეგანი საფიქსაციო აპარატების მართვა, სჭირდება შეხვევები, აქვს თავიანთი გართულებები, თუმცა არის შედარებითი კვლევა გაკეთებული და დასკვნა არის შემდეგნაირი, რომ გარეგანი საფიქსაციო აპარატით მიღებული ახალი ძვალი, ასე ვთქვათ, 2 სანტიმეტრი ან 4, ვთქვათ, ხო? მეტად უფრო არამყარია, ვიდრე შიდა ინტრამედულარული კონსტრუქციით დაგრძელებული ძვალი. მეტად უფრო კომფორტულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას პაციენტი ვერ ხედავს. ესეთიკაზე უკვე თქვით? დიახ, რა თქმა უნდა და ბევრად უფრო მყარი ძვალი გამოდის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კოსმეტიკურ ორთოპედიაში, როდესაც მიზეზი ვთქვათ ასე, რომ არ არსებობს, რომ პაციენტი არის ამ სიმაღლის და გადაწყდა ეს
ღმერთმა ასე გადაწყვიტა, მე ყოველ შემთხვევაში ასე მჯერა და ვისაც როგორც უნდა. და ერევა ადამიანი გართულებების რისკი კოსმეტიკურ ორთოპედიაში უფრო მეტია, ვიდრე ვთქვათ ღია მოტეხილობით, როდესაც შემოდის პაციენტი და ინფიცირებული ჭრილობით, ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად აპრიორი უდრის, რომ ეს ჭრილობა ინფიცირებულია და რისკი მაღალია, რომ დაჩირქდეს. აი რომ შევადაროთ სტატისტიკურად, კოსმეტიკურ ორთოპედიაში გართულებების რისკი ბევრად უფრო მეტია. და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ფაქტს გეტყვით, მე ჩემს კარიერაში ჯერჯერობით ყავდა ორი პაციენტი, ქალბატონები, ერთი იყო 2.14, მეორე იყო, მე მგონი კიდევ უფრო ამაღალი, ზუსტად არ მახსოვს, რომელთაც ჰქონდათ სრულიად პირიქით დაგვემოკლებინა, იმიტომ რომ მამაკაცებში არ ვგულისხმობ რაიმე დაავადებას, თქვათ აკრომეგალიას ან სხვა პათოლოგიურ პროცესებს, რაც არის მიზეზი იმისა, რომ პაციენტი ნორმას ვგულისხმობ აბსოლუტურ, თუმცა 2 და 10 და 14 მაინც გვაქვს ჰიპოფიზის პრობლემები, რისი კვლევაც არც თუ ისე მარტივი და იაფია სხვათა შორის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც წუხდებიან, ძირითადად ქალბატონები, მამაკაცები უფრო არ მყოლია არასდროს, უფრო ნაკლებად. როგორ დასრულდა ეს ოპერაციები? ერთი რაღაცნაირად გაქრა და მეორე დავარწმუნე, რომ ჯობია იყოს როგორც არის. ან შეიძლება სხვაგან წავიდა ვერ გეტყვით. ან სხვა წყარო იყო. ყოველ შემთხვევაში თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ახლა უნდა დავასრულოთ საუბარი. ერთი მოკლე კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინას აქვს ასეთი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელოვნებას, მოდით ასე ვიტყვი, თქვენ როგორც პროფესიონალი, ფლობთ ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მომუშავე თქვენი კოლეგა. მიუხედავად ამისა, მე საუბრის მიხედვით და თქვენი ძალიან დამაჯერებელი არგუმენტების მიხედვით ვივარაუდე, რომ არ ხართ მომხრე მაინც და მაინც საყოველთაო წახალისების, უბრალოდ იმიტომ, რომ ესთეტიკურად უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს ასეთი ნაზარდი სიმაღლეში, არ ხართ იმის მომხრე, რომ სამედიცინო დასაბუთების გარეშე მსგავსი რამ ჩავიდინოთ. სწორად აღვიქვი? იცით რა არის, მე გეტყვით ესე, რომ ესე იგი რამოდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეში ზრდის საპირწონეთ იმდენი პრობლემა შეიძლება შეგვხვდეს, რომ საერთოდ გადაადგილება ვერ შეძლოს პაციენტს. აი ეს წონა ჩემთვის პირადად იმდენად დიდია, რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ავუხსნე ეს რა თქმა უნდა პაციენტის გადასაწყვეტია თან ზრდასრულის. მშობელიც კი ვერ გადაწყვეტს ამას იურიდიულად, რომ ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა, რომ ეს კომპლექსია, ასე ვთქვათ, ვიდრე ორთოპედიული პრობლემა. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ორთოპედიული პრობლემა აქვს და ეს მას უქმნის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, ასე ვთქვათ, მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ერთნიშ და მე მივიცი მიზეზი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩავერევით. თუმცა იმ შემთხვევაში, რაც ჩვენ გვარგუნა დედაბუნებამ, ასე ვიტყვი, და ვართ რაღაც სიმაღლით, ვფიქრობ, რომ უნდა შევეგუოთ ამ გარემოებას და გავაგრძელოთ ბედნიერად ცხოვრება. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი სტუმრობისთვის, ზოგადად ჩვენთან მეგობრობისთვის, მაგრამ დღეს იმ საუბრისთვის, რომელმაც ერთი მხრივ თანამედროვე მედიცინის მონაპოვარზე საუბრის საშუალება მოგცა და მეორე მხრივ ფასეულობა და ღირებულება დაგვანახა გადაწყვეტილებების, რომელიც მართალია ექიმის მისაღებია წმინდა სამედიცინო კონტექსტში, მაგრამ აქვს უზარმაზარი სოციალური დატვირთვაც ადამიანისთვის, რომელზედაც ის ზრუნავს როგორც ექიმი. მადლობა ამისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბატონი ლევან ჩიკვატია. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ტრადიციულად ჩვენი კვებითი შუქნიშანი მისადაგებულია თემასთან და არავის გაუკვირდება თუ დღეს მე სწორედ ძლოვან სისტემაზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას. მაგრამ სამფერი რეკომენდაციები, როგორც წესი, არის ფართოდ გავრცელებული შინაარსობრივად ერთი კონკრეტული აქცენტით. დიახ, სამფერი არის ჩვენი გადაცემისთვის ეს რეკომენდაციები, მრავალწახნაგიანი არის ჩვენი გადაცემისთვის, მაგრამ საზოგადოებაში სამწუხაროდ დამკვიდრდა სტერეოტიპი,
რომ ძვლის ჯანმრთელობისათვის მხოლოდ კალციუმი გვჭირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კალცის სახელით მოიხსენიებენ და D ვიტამინი. მიხარია რომ D ვიტამინი ამ ჩამონათვალს დაემატა, იმიტომ რომ იყო ეტაპი, როდესაც მხოლოდ კალცს ვახსენებდით ხოლმე. დღეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად რა არის გადამწყვეტი ძვლის ჯანმრთელობისათვის, უდავოდ პირველხარისხოვანი ასეთ შემთხვევაში თუ კალციუმსა და D ვიტამინზე ვსაუბრობთ, არის D ვიტამინის სტატუსი, რომელიც როგორც მასპინძელი ხელს ჩაკიდებს კალციუმს და დანიშნულების ადგილას ზოლოვან სისტემაში მიიტანს. მაგრამ განსაკუთრებით მინდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რა განსაზღვრავს სრულად ძვლის ჯანმრთელობას. მხოლოდ D ვიტამინი, მხოლოდ კალციუმი აღმოჩნდა რომ არა. რადგან ყველა ფაქტორი არის მნიშვნელოვანი და ყველა ფაქტორი ერთად ქმნის წონასწორობას, რომელიც თავს იყრის დაბალანსებული კვების მოდელში. რატომ არის მნიშვნელოვანი ძვლის ჯანმრთელობისათვის სწორედ დაბალანსებული კვება და არა რომელიმე ერთი კომპონენტი, თუნდაც მხოლოდ D ვიტამინი. რატომ არ შეიძლება მხოლოდ ერთი კომპონენტი ძვლის უზრუნველყოფა? აღმოჩნდა რომ ძვალს შენების საფეხურები აქვს და ამ შენებლობის პროცესში სხვადასხვა ნივთიერება სჭირდება. ასე განისაზღვრება ამ ნივთიერებათა როლიც და წარმოუდგენელია D ვიტამინი და კალციუმი განვიხილოთ მანამ, ვიდრე არ გვექნება ძვლების ხარიხები. ის სტრუქტურა, რომელზედაც შენდება საბოლოო ჯამში ძვალი. და ეს ხარიხები არის მთლიანად გაგიკვირდებათ და არა D ვიტამინის ან კალციუმის სინდისზე, არამედ C ვიტამინის სინდისზე. შესაბამისად, დღეს, როდესაც ბავშვთა კვებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვის ზლოვანი სისტემის განვითარებაზე, ვსაუბრობთ როგორი იქნება ზრდასრული ადამიანის ზლოვანი სისტემა, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხილსა და ბოსტნეულს ვაჭმევთ და ვაწვდით ბავშვის ორგანიზმს დღეს. იმისათვის, რომ ბავშვის ორგანიზმი მოემზადოს ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის, მას დღეს სჭირდება ამ ნივთიერებებით უზრუნველყოფა, რადგან მაგალითად ოსტეოპოროზის რისკი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება სწორედ ინტენსიური ზრდა-განვითარების ფაზაში მისი ძვლოვანი პიკი, ანუ რამდენად მტკიცე ძვალი ჩამოყალიბდება. ასეთ შემთხვევაში C ვიტამინის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია K ვიტამინის როლი. დიახ, არ შემეშალა, როდესაც ჩვენ ამ თემას ხშირად უბრუნდებით, ეს არ არის ვიტამინი, რომელიც მხოლოდ სისხლის შედედებაზეა პასუხისმგებელი. ეს ვიტამინი მონაწილეობს ზოლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში. დეტალურად ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია. გასათვალისწინებელია ისეთი ელემენტი, როგორიც არის ბორი და მრავალი სხვა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ კალციუმის და ფოსფორის თანაფარდობა. არა უბრალოდ რამდენი კალციუმი და რამდენი ფოსფორი ცალ-ცალკე, არამედ როგორია მათ შორის თანაფარდობა. მე იმედი მაქვს, თქვენ დარწმუნდით, რომ ძვლისთვის ერთი ნივთიერება არ არის საკმარისი, რომ უზარმაზარია ჩამონათვალი და ეს ჩვენს გადაცემაში ცხადი არ დაეტევა, მაგრამ მე ვისარგებლე დღეს შემთხვევით და გითხარით იმის შესახებ, რაც არაერთხელ მithქვამს, რომ დიახ, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ დიდები, მაღლები და ამისათვის ყველაფერი გავაკეთოთ, ხელი შეუწყოთ, მაგრამ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, ყველაზე კარგი ხელშეწყობა იქნება ჩვენი არჩევანი ჩვენი შვილებისთვის, რომელიც გულისხმობს დაბალანსებულ, გაწონასწორებულ კვებას, გონივრულს, რაციონალურს ჯანსაღს, იმისათვის, რომ არა მარტო ძლოვანი სისტემა, არამედ ყველა სისტემა ჰარმონიულად განვითარდეს და ჩვენი შვილი იყოს ფიზიკურად, მენტალურად და სოციალურად ჯანმრთელი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი, მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღესგრძელობას გისურვებთ.